მუსიკათერაპია არის ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი განხრა. მრავალი კვლევა უკვე არსებობს, რაც ზუსტად გვიჩვენებს, რა ეფექტი მოაქვს მუსიკალურ თერაპიას, როგორც ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის. მუსიკათერაპია პრაქტიკულად ჩამოვიტანე საქართველოში და არ არის ესეთი იოლი, რომ ეს დარგი უცებ დაინერგოს და თან რაღაცა ფუნდამენტალურად დარჩეს. მუსიკათერაპიის მაგისტრი, ფსიქოთერაპევტი, ონკოფსიქოლოგი და ვარ უკვე 20 წელია, რაც აქტიური მუსიკათერაპევტი. რამ განაპირობა ჩემი ამ პროფესიის არჩევა? ვფიქრობ იმან, რომ მიყვარს მუსიცირება სხვა ადამიანებთან სხვადასხვა მდგომარეობებით და მინდა რომ ჩემი თერაპიები შეუმსუბუქო ადამიანებს ყოველდღიური ყოფა. მინდა რომ დავეხმარო მათი ჰარმონიული განვითარებისთვის, ჰარმონიულ განვითარებაში და რაც წვლილი შევიტანო საზოგადოების კეთილდღეობისთვის. რა დიაგნოზები ikურნება მუსიკათერაპიით და როგორი შედეგები გაქვთ? ჩვენ მუშაობთ სხვადასხვა დიაგნოზის მქონე ადამიანებთან, სხვადასხვა მდგომარეობებთან. უშუალოდ საქართველოში მუშაობ ბავშვებთან, ძირითადად აუტისტური სპექტრის საშუალებით, ასევე დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებთან და მოზარდებთან, ასევე სხვადასხვა დარღვევებით, როგორც არის განვითარების ეტაპების დააყრდნება პატარა ბავშვებში, ან ადამიანებთან, ვისაც აქვთ მაგალითად ემოციური შროთვა, ემოციის რეგულაციის სირთულეები, ემოციისა და ქცევის სირთულეები, ასევე სოციალური კომუნიკაციური სფერო, ვისაც უჭირს, ანუ მარტო აუტისტები არა, უშუალოდ სხვა ადამიანებსაც, ვისაც მაგალითად აქვს თვითშეფასების პრობლემა. და რა თქმა უნდა, კლინიკურ სივრცეებში გამოიყენება ევროპაში, მუშაობდი მრავალი წლები სარეაბილიტაციო კლინიკაში, სადაც მუშაობდი გინეკოლოგიურ კლინიკაში, ქალებთან უშუალოდ მკერდის სიმსივნით და სხვადასხვა სიმსივნეებით. ასევე მუშაობდი და გამოიყენება აქტიურად ნევროლოგიაში, ინსულტის დროს, როდესაც მაგალითად აფაზია ხდება, ენის წარწმევა, ან იმ შემთხვევაში, როდესაც არის ფსიქიკური აშლილობა, სხვადასხვანაირი სახის, ფსიქოსომატურ პაციენტებთან, მოკლედ თითქმის ყველა დარგში გამოიყენება. ინგლისურ მედიცინაშიც კი გამოიყენება მუსიკალური თერაპია, მშვიდებთანაც გამოიყენება, ურსულებთანაც გამოიყენება. ძალიან დიდი სპექტრია, თუმცა აი საქართველოში ძირითადად მუშაობ ბავშვებთან, ვისაც აქვს სხვადასხვა სირთულეები, სოციალური კომუნიკაციის და დაკვირვები ხართ თუ არა კონკრეტულ ფსიქოლოგიურ ან ნევროლოგიურ ცვლილებებს ბავშვებში კლასიკური მუსიკის ზემოქმედების შემდეგ?
დღემდე? როგორ დაწყო შეკაი? მე დაახლოებით 10 წლიანი ამერიკულ აკადემიაში ვასწავლე მუსიკის დასავლეთ ევროპის მუსიკის ისტორიას. თქვენი გამოსწერებით მუსიკის სწავლისას რა კოგნიტური ან ემოციური სარგებელი მიიღება სტუდენტისთვის? მე ზოგადი კითხვა არის, მაგრამ მე ვფიქრობ, ამაზე ყველაზე უკეთ პასუხს გაგცემს ეგრეთ წოდებული მოცარტის ეფექტი, რასაც ქვია. იმიტომ რომ მიხედავთ რომ ბევრი მithქმა-მოთქმა არსებობს ამის შესახებ, ეს არის მეცნიერული ექსპერიმენტი, რომლის კორექტულობაც დამტკიცებული არის არაერთხელ, ხო? ეს ექსპერიმენტი გულისხმობს იმას, რომ თუ ადამიანი სისტემატურად უსმენს მოცარტის მუსიკას და აქ არის გულისხმობა მხოლოდ მოცარტის მუსიკა, აქ იგულისხმება ყველა კარგად ორგანიზებული მუსიკა, მისი კოგნიტური შესაძლებლობები იმატებს და შესაბამისად IQ-ს შედეგი უფრო მაღალი არის ხოლმე. ეს დამტკიცებული სტატისტიკურად დამტკიცებული ფაქტია, როგორც არ უნდა საერთოდ და საკამათოდ ეჩვენებოდეს ვინმეს, თუმცა კიდევ ვიმეორებ, აქ ლაპარაკი არის სისტემატურ მოსმენაზე. მე უნდა გითხრათ, რომ ვერასოდეს ვერ წავაწყდი ამის ახსნას, რატომ ხდება ასეთი ეფექტი, რატო აქვს ამ მოცარტის მუსიკის მოსმენას. მე უბრალოდ ვიცი მოცარტის მუსიკა ძალიან კარგად შიგნიდან და ამიტომ ვამბობ, რომ ეს საკითხი ეხება არა მარტო მოცარტის მუსიკას, არამედ სხვა კარგად ორგანიზებულ მუსიკასაც. მოცარტი არის სიმეტრიის და გაწონასწორებულობის ეტალონი მუსიკაში და სწორედ ამის ხარჯზე არის მისი მუსიკის ემოციურობა, რაღაცა ტყვიასავით, რომელიც ყოველთვის მიზანში ხდება. ამიტომ როგორც ჩანს ეს შინაგანი ორგანიზებულობა იმდენ დახვეწილია მოცარტის მუსიკის, რომ როგორც ჩანს ჩემი აზრით, ადამიანის ტვინიც ასევე ორგანიზდება ამ ტიპის მუსიკის მოსმენისას და შესაბამისად არის რა თქმა უნდა კოგნიტური, ასე ვთქვათ, შესაძლებლობებზე ადამიანის მაღალ მუსიკას, როგორც მას უწოდებენ, გავლენა აქვს. როგორ ფიქრობთ, ინსტრუმენტზე დაკვრას და კლასიკური მუსიკის უბრალოდ მოსმენას განსხვავებული ფსიქოლოგიური ეფექტი აქვს? ერთგვარად კი, საქმე ის გახავთ, რომ პრინციპში რამდენადაც მე შემისწავლია ეს საკითხი, იმიტომ რომ ფიზიოლოგია არ არის ჩემი სფერო, მაგრამ რადგან მუსიკა ამასთან დაკავშირებულია, ისე როგორც ბევრ სხვა მეცნიერებასთან რაღაც ინფორმაცია მოძებნილი მაქვს და როგორც მე ვიცი, ერთი და ტვინის ერთი და იგივე მონაკვეთები ფუნქციონირებს. შესრულების დროსაც და მოსმენის დროსაც. უბრალოდ შესრულების დროს კიდევ სხვა ფუნქციები არის ჩართული და ეს არის ძალიან იშვიათი გამონაკლისი, როდესაც ორივე ჰემისფერო ერთდროულად მონაწილეობს პროცესში, ხო? ანუ კრეატიულობაც ჩართულია და კალკულაციაც ჩართულია ერთდროულად და მაშინ როცა მაგალითად თუ პატარა ბავშვი მღერის ან უკრავს რაღაცას, ის ვერაცნობიერებს რამდენად რთულ კალკულაციებს აწარმოებს ამ პროცესში მისი ტვინი, ხო? მაგრამ ეს ისეთი რთული რაღაცაა, ვიდრე როცა ადამიანი აცნობიერებს, რომ ეს რთულ მათემატიკურ ამოცანას ვთქვათ, ხო? ასე რომ მენტალურად ეს ერთის მხრივ მსგავსი პროცესებიც არის, მაგრამ შემსრულებლობა გაცილებით უფრო ღრმად, ასე ვთქვათ, კვალს ამჩნევს ადამიანის მენტალურ და რომელიც გულისხმობს ფსიქოლოგიურ, ასე ვთქვათ, მდგომარეობასაც. ნიჩემ ყველაზე უკეთ თქვა, ხო? მე არ ვიცი ყველა ამის თუ არა, ნიჩე კომპოზიტორობდა ერთ პერიოდი, მან იცოდა კომპოზიცია, ფორტეპიანოზე სწავლობდა და თქვა, რომ ყველაზე უკეთესი რაც თქვენმა მშობლებმა თქვენთვის გააკეთეს არის ის, რომ მუსიკის მასწავლებელი დაგიქირავეს. მე მართალია კაცი იყო და აღარ გააგრძელა აქვს სფეროში მოღვაწეობა, მაგრამ ნაწარმოებები შექმნილი კომპოზიცია იცოდა, როგორც მეცნიერებას. აი შემიძლია გითხრათ, ამ ადამიანს როცა თავიანთი შვილები მიყავთ რომელიმე მუსიკალური ინსტრუმენტის დასაუფლებლად, ეს ძალიან ჭკვიანი საქციელი არის, იმიტომ რომ ეს შესაბამისად აისახება მათი აზროვნების მოდელზე,
ქალბატონი, შეგიმჩნევიათ თუ არა, რომ კლასიკური მუსიკის რეგულარული მოსმენა ასწავლა სტუდენტების კონცენტრაციაზე, სტრესზე ან კრეატიულობაზე დადებითად მოქმედებს? კი, რასაც რომ მე ამას მუდმივად ვაკვირდები ჩემთან კლასშიც და ზოგადად იმიტომ რომ ის რომ მუსიკა ადამიანის განწყობაზე ზემოქმედებს, აქ სადაოც არაფერი არ არის, ყველასთვის თვალსაჩინო ამბავი არ, მაგრამ ყველაზე უკეთეს პასუხს ამაზე გაგცემენ ძველი ბერძნები. საიდანაც ჩვენ ყველანი მოვდივართ, ხომ? ანტიკურ საბერძნეთში ზოგადად მუსიკას თვლიდნენ ტექნიკურ საგნად, არა მარტო საბერძნეთში, ზოგადად ანტიკურ სამყაროში მუსიკა ითვლებოდა ტექნიკურ საგნად და ალგებრის, გეომეტრიის, ასტრონომიის გვერდით ისწავლებოდა და ეს სწორიც არის, იმიტომ რომ თეორიის დონეზე თქვენ ნებისმიერი მუსიკა შეგიძლიათ ციფრებით გავხადოთ. Absolut, სწორედ პითაგორას სკოლებში მაგალითად პირველი 4 წელი ეს პირველი ეტაპი სწავლების მხოლოდ ორი საგანი სწავლებოდა მუსიკა და მათემატიკა და ორივე როგორც ტექნიკური საგანი, ხო? მაგრამ ბერძნები, ანუ მე ისე თქმა მინდა რომ ბერძნები თვითონ რომ მოქალაქე აუცილებლად უნდა ყოფილიყო კარგად განათლებული მუსიკალურად და საგანმანათლებლო სისტემის ყველა ეტაპზე ჩადებული იყო მუსიკის სწავლება. თუ შეიძლება. გამარჯობა, მე ვარ ამერიკული აკადემიის მე-12 კლასელი მოსწავლე და მქვია ლიზა გრიგორია. ლიზა, რო გითხრა პირველად როგორ დაუკავშირდი მუსიკას? პირველად ჩემმა ოჯახმა გადაწყვიტა, რომ ასე ჯობდა მასწავლებელი ვიყავ ჩემთვის, როდესაც ვიყავი 6 წლის, რადგან მიიჩნევდნენ ისინი, რომ ძალიან ანვითარებს twins ის სხვა განხრით კლასიკური მუსიკალური განათლება. ამიტომ 6 წლის რო ვიყავი, შემიყვანეს თავიდან კერძოდ, მაგრამ მე ჩავაბარე მუსიკალურ აკადემიაში, სახელად ნიჭერთა აწმედი. და ნუ იქ უფრო შევიყვარე კლასიკური მუსიკა და ეს დაკვრის მუღამში შევედი უფრო და ასე გავიდა 12 წელი, რაც უკრავ ფაქტობრივად. ლიზო, შენი აზრით, როდესაც კლასიკურ მუსიკას უსმენ, ცოტა სხვანაირად აღიქვავ თუ არა იმის გათვალისწინებით, რომ შენ ანუ ასოცირებული ხარ ამ თემასთან და დაკვირა იცი და ასე შემდეგ. კი, ნამდვილად ასე უფრო განსხვავებული თვალის და ხურით უსმენ კლასიკურ მუსიკას, რადგან აი ყველანაირი ნუანსი რაც არის მე შესწავლილი მაქვს, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ დიდი ხანია ვუკრავ, თუნდაც ის საგნები მაქვს შესწავლილი, სოლფეჯიო, კლასიკური ჰარმონია და აი ნებისმიერ ნაწარმოებს, როდესაც ვუსმენ ის სხვადასხვა დამკვირვებლის შესრულებას, ყოველთვის შემიძლია აი უფრო დაწვრილებით გავიგო ის ყველანაირი ნუანსი, ყველანაირი დეტალი, რაც არის ამ თვითონ ნაწარმოების კონსტრუქციაში და რა თქმა უნდა შესრულებისას როგორ აი თვითონ შემსრულებელი როგორ ინტერპრეტაციასაც უკეთებს ნაწარმოებს, ამის აღქმაც უფრო მარტივია, როდესაც თვითონ ხარ შემსრულებელი. ლიზო, შენი აზრით კლასიკური მუსიკის მოსმენას ან თუნდაც დააკვრავს რამე განსაკუთრებული ემოციური ან ფსიქოლოგიური გავლენა აქვს შენზე? კი, ნამდვილად ასე. აი ახლა რა თქმა უნდა ნებისმიერი მუსიკა, აი რაც თუნდაც კლასიკური არ იყოს, თუნდაც როკი იყოს, ჯაზი, ნებისმიერს აქვს დიდი გავლენა ადამიანზე, არა მარტო ჩემზე, როდესაც ამას უსმენს, რა თქმა უნდა ემოციურად ამას ემოციურ გავლენას ახდენს.
მაგრამ კლასიკური მუსიკა მაინც განსხვავებულია იმით, რომ აი ის ჰარმონია, რაზეც არის აწყობილი კლასიკური მუსიკა, აბსოლუტურად სხვანაირად მოქმედებს ადამიანზე. აი იმ ემოციებს ნეგატიურს თითქმის არასდროს არ გამოყოფს, არამედ აი პირიქით ადამიანს ყოველთვის უფრო კარგ ბუნებაზე აყენებს. თუნდაც ეს იყოს რაღაც მაჟორში დაკრული თუ მინორში, მაინც ადამიანს უფრო აწყნარებს და ამშვიდებს. აი მეც ნამდვილად ჩემთვისაც ასე, ამით უმეტეს დაკრის ასე სულ სხვა არის. შენ თვითონ რო უკრავ, აი თითქოს ყველანაირი ემოციას დებ იმაში, რომ აი სანგები რაც იქმნება დაკრულიდან, რომ აი გამოყო და ყველანაირი თუნდაც ცუდ ბუნებაზე რო ვიყო, აი სულ ყოველთვის უკეთესს ემაყენებს. გამარჯობა, რო გაგვეცნოთ თუ შეიძლება. გამარჯობა, მე ვარ ებრიშვილი, პროფესიით ფსიქოლოგი. ქალბატონო ნინო, თქვენი გადმოსახედიდან კლასიკურ მუსიკას როგორი გავლენა აქვს ბავშვების ფსიქოლოგიაზე და მათი სტრესის დონეზე? ხო, ეს თემა ძალიან საინტერესო არის სხვა ადამიანებისთვისაც, მაგრამ ჩემთვის არ არის. და კვლევებიც არის ამ თემაზე ჩატარებული და ზოგადად მიიჩნევა, რომ მუსიკას აქვს გავლენა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და ეს არის პოზიტიური. განსაკუთრებით კლასიკურ მუსიკას. მოდი უფრო დეტალურად რომ ვთქვათ, ესე იგი კვლევები ადასტურებს, რომ კლასიკური მუსიკა ადამიანებს ეხმარება ემოციების რეგულაციაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელს უწყობს, რომ ვთქვათ, გადაამუშავონ ეს მათთვის არასასიამოვნო ემოციები და ასევე სტრესის ჰორმონი, რაც არის, ის ჰორმონი მნიშვნელოვნად იკლებს სისხლში. რაც 65% იყო კვლევების მიხედვით თუ ზუსტად მახსოვს. მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი სხვაობა იყო ამ მხრივ და ესეც საინტერესოა, ხო, რომ მხოლოდ რაღაცნაირად უკავშირის საფუძველზე კი არ არის, არამედ გაზომილი არის სისხლში სხვადასხვა ჰორმონები და აღმოაჩინეს ესეც. ხო, ძირითადად ეს არის ალბათ და აქვე ვიტყვი, რომ გარდა იმისა, რომ ვთქვათ, ემოციის რეგულაციაში ეხმარება, ასევე კოგნიტიური უნარებში, როგორც ის ყურადღება და მეხსიერება, ამას საუმჯობესებს. რაც ახლა სტუდენტებში ძალიან დამხმარე უნდა იყოს. ხო, ახლა თუ უფრო მარტივად მიმეცადინე, რაც ამეცადინო მაქვს, სავარაუდოდ ნაკლებად დასტრესელიც ვიქნები. ქალბატონო ნინო, თუ იცით რა ფსიქოლოგიური მექანიზმები ხსნის იმას, თუ რატომ აქვს მუსიკას დამამშვიდებელი ეფექტი? ვეცდები, რომ დაახლოებით ავხსნა მიზეზები. ერთი ის არის, რომ ხანდახან გვიჭირს ხოლმე იმ ემოციების განცდა, რასაც განვიცდით, იმიტომ რომ ტკივნეულია ჩვენთვის ან არასასიამოვნოა და გვინდა რომ თავი ავარიდოთ. მაგრამ აი, არ ვიცი, შეგიმჩნევიათ ალბათ, რომ შეიძლება ფილმს უყურო ამ დროს, ან მუსიკას მოусმინო, ან რამე გააკეთო, რაც დაგეხმარება, რომ თითქოს სხვაგან იცდის ამ ემოციებს. და აი ამის გავლით, სხვისი გავლით განიცადა სხვადასხვა განცდები. ანუ ერთი შეიძლება იყოს ეს, რომ ჩვენ გვეხმარებოდეს კლასიკური, ზოგადად მუსიკაც, რომ ემოციებთან ცდომა, რომელთანაც გვიჭირს და რომელიც არის ხშირად ნეგატიური და არასასიამოვნო, ამ ემოციებთან ცდომა შევწყოთ. და ალბათ არ ვიცი დაკვირვები ხართ, რომ კლასიკური მუსიკა ხო მაინც და მაინც ყოველთვის ძალიან პოზიტიური არ არის, შეიძლება იყოს დრამატული, ხო? და აი შეიძლება ეს დრამატული მუსიკა დაგეხმაროს ამ დანაკარგთან გამკლავებაში, რაც გქონდა, ან ბრასთან, აი ვაგნერს თუ უსმენ მაგალითად. ხო, ძირითადად ალბათ ეს არის ერთი, მეორე ის არის. სვიმონ ჯანგულაშვილი, დირიჟორი, ქორმაისტერი, მუსიკოლოგი. მოცემების დოქტორი, ბავშვად მუსიკალური ნაწარმოების მოსმენა, საღამოების მოსმენა, პირველ რიგში რა თქმა უნდა ეწევს რაღაც დადებით ემოციებს, დადებით ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ძირითადად. ახლა ზოგზე ძალიან ემოციურად და პირიქით ისე მოქმედებს, რომ შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს, ან აღსნება რაღაცნაირი, ხო გააჩნია კიდე მუსიკასაც. მაგრამ რაც შეეხება კლასიკურ მუსიკას, რომელსაც შედის საეკლესიო მუსიკაც, ქართული ფოლკლორის აკადემიის კლასიკური მუსიკის ნაწილი შეიძლება მივიჩნიოთ თავისი ძალიან მაღალი განვითარებული მუსიკალური აზროვნების, თავისი გამომსახველობითი სიღრმის და ზოგადად მისი ინტონაციური მუსიკალური თავისთავად ხარის გამო, მუსიკალური ენის გამო, მუსიკალური ფორმის გამო. ეს კლასიკური მუსიკა, აკადემიური მუსიკა ადამიანზე რა თქმა უნდა დადებით და ძირითადად დადებით და რაც ნათელ გავლენას ახდენს. და დაუშვათ
ჩემთვის პირადად ჩემზე მუდამ ზემოქმედებს და იწვევს სიმშვიდეს, კათარზის განკურნებას რაღაც სულიერი ტკივილისაგან. შეიძლება გამოიწვიოს ცრემლის და სევდის სიღრმავეც, მაგრამ ამის შემდეგ რაღაცნაირი ნუგეშიც მოდის, ნუგეშსაც იწვევს. და უშოთ როცა პატარა ვიყავი, მე მახსოვს, როდესაც პირველად მოვისმინე, ვიყავით ოპერაში მე და ჩემი ძმაკაცი და პირველად ვისმენი ოპერას ტოსკას, ეს იყო 90-იან წლებში, ალბათ არც იყავით მაშინ დაბადებული, აბარტი არ ვიყავით. ხო და ჯანსუღ კახიძე დირიჟორობდა და იქ კარი ძალიან ცნობილი კავარედოსის არია, რომელსაც წინ მოწვის კლარნეტის სოლო. და მე მთელი ოპერა ესე წავედი, თუ მტკიოდა კბილი, აი საშემათი მტკიოდა. და როდესაც ეს არია ეს კლარნეტის სოლო დაიწყო და ეს არია იმერეს, მე ისე გავიცნობ, როცა დამთავრდა ეს არია კბილი აღარ მტკივილი გამიქრა, საერთოდ ისე იმოქმედა ემოციურად ჩემს. და ესე ვთქვა, თუ ეს ხელოვნების ზემოქმედება და მე ეს არის ესთეტიკური ზემოქმედება, ну ესთეტიკა მეცნიერება, რომელიც ხელოვნებას შეისწავლის როგორც ადამიანის სოფხედელობის და აზროვნების და მისი ემოციების მხატვრულ ფორმებში გამოვლენის ფენომენს. ხო, ანუ ჩვენ როდესაც ჩვენზე ზემოქმედებს ხელოვნება, ჩვენზე ზემოქმედებს მხატვრულ ფორმებში, მხატვრულ ენაში განსხილვებული ესეთ არის სოფხედელობა, იდეა ან ემოცია. და მასთან შეხებით ჩვენი მსოფლმხედველობა, ჩვენი აზროვნება, ჩვენი ემოციების სამყარო რაღაც ფართოვდება და რაღაცის თანაზიერი ხდება, რაღაცის შემეცნებას ახდენს. Ну, და ამიტომ ჩვენ სავსებით შესაძლებელია რომ მოვისმინოთ ძალიან კიდევ. ჩვენ ვეხებით სრულყოფილებას. სრულყოფილება სხვა არაფერში დედამიწაზე ალბათ არ არსებობს, გარდა სიყვარულისა, თუ ის ნამდვილი სიყვარულია და გარდა ხელოვნებისა. სრულყოფილი არაფერი არ არის, ქვა არ შეიძლება იყოს სრულყოფილი, მაგრამ როდესაც ჩვენ პიეტას ვნახავთ მიქელანჯელოს ან მის მოხატულობას, ან ბგერების სრულყოფილი არ არსებობს, ხო ბგერა, 7 ბგერა მუსიკალური და 7 ბგერის 7 დასახლება, ბგერები უფრო მეტია და ეს უამრავი არამუსიკალური ბგერაა, მაგრამ როდესაც ეს ბგერებს კომპოზიტორი ან შემსრულებელი რაღაცნაირად ერთმანეთთან ერთ სისტემაში მოიყვანს, ჩვენ ვეხებით უკვე სრულყოფილებას. ესე იგი, ჩვენ ხელოვნების მეშვეობით ვეხებით სრულყოფილებას, მაგრამ ამით ეს არის ესეთი რთული საკითხი და მე ვფიქრობ, რომ ისტორიაში არაფერი არ იცვლება და ყოველთვის არსებობენ მუსიკის დამფასებლებიც, მისი ვერგამგები და ჰეროსტრატები მუდამ არსებობდნენ და იარსებებდნენ.